რა არის აქციის მიზანი? გავუმკლავდეთ იმ რეჟიმს, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა. რეჟიმს, რომელიც ანადგურებს თავისუფლებას, ხელს უშლის ადამიანებს მშვიდად ცხოვრებაში და ხვალინდელი იმედი დაკარგეს ადამიანებმა. ხვალინდელი იმედი ეს არის განათლება, ეს არის ჯანმრთელობა, ეს არის წინსვლა, ეს არის პროგრესი, ეს არის ევროპა ერთი სიტყვით. ამის იმედი რომ დაიკარგა, ამიტომ ვერაფერმა ვერ გამოიყვანა ადამიანები გარეთ. და ერთი ჯადოსნური სიტყვა გაჟღერდა, რომ ევროპა არ მინდაო, თქვა ერთმა გენიოსმა ბჭყალებში და გამოვიდა ხალხი ქუჩაში. რამდენად ეფექტურია რუსეთთან კომპრომისული პოლიტიკა საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის? ეს დამღუპელია. მე სოხუმელი ვარ და ამით ყველაფერი ნათქვამია. არავითარი კომპრომისი რუსებთან ხელს რო გაუძე, ხელს მოგაჭამენ. და მოგვაჭამეს 20%. და იქ ადამიანების სისხლია დაღვრილი. როგორ შეიძლება საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაზრდა? არ არის ადვილი შეკითხვა. ჩვენ მარტო ძალიან გაგვიჭირდება თავის დაცვა. ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენი სწორი გზა იქნება, რომ ჩვენ რაღაც ქოლგაში ვიყოთ, ქოლგის ქვეშ ვიყოთ. რამდენად უსაფრთხოდ გრძნობ დღეს თავს საქართველოში? ყველაზე მეტად პოლიციის მეშინია. ეკონომიკური თვალსაზრისით, რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება? ჩვენ არ ვიყავით, აი 2008 წელს ჩვენ მივიღეთ მწარე გაკვეთილი, როცა ყველაზე ცივ ზამთარში რუსებმა გაზი დაგვიკეტეს და ყველაფერი და დენი გაგვითიშეს. მაქსიმალურად ტკივილი მოგვაყენეს და მაშინ მივხვდით ჩვენ, მე კი არ მივხვდით, სახელმწიფო მივხვდა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ყოფილიყო დამოკიდებულება რუსეთთან. და მე ავეწყვეთ ის, რომ კარგი ღვინო ჩამოვასხით, რაც ისევ გაფუჭდა პირდაპირ გეონებით, რომ ისევ ნაგავს ასხამენ და ისევ ნაგავს ყიდიან რუსეთში. და ვისწავლეთ რაღაცის კეთება, ცოტა გავაკეთეთ, მაგრამ კარგი. და გაიყიდა ევროპაში ხუჯერ უფრო კარგ ფასად. და ელემენტარულად, რატომ ჩამოასხა ტონა ნაგავი, როცა ჩამოასხე 100 ლიტრი და იგივეში გაყიდი, რაც ტონას ყიდიდი ნაგავს და სახელიც კარგი შეგჭება, ფულიც და სახელი და ყველაფერი და ქვეყანაც დადგება ფეხზე. თქვენთვის პირადად რას ნიშნავს ქართველობა? ის ქართველობა არის, რომ გიყვარდეს შენი ქვეყანა, გიყვარდეს შენი ოჯახი, გიყვარდეს შენი მეგობრები. იყო მზად რაღაცა დადო ამ ქვეყნისთვის. 1 საათი მაინც გამოხვიდე აქ. როგორ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ტრადიციები და ღირებულებები გლობალიზაციის პირობებში? გლობალიზაციის პირობებში საქართველოს ფიქრობ, რომ არ გაუჭირდება ამის გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ იმდენად ღრმა ტრადიციების მატარებლები ვარ და იმდენად კარგად გვაქვს ეს გათავისებული, რომ ამდენი წელია ჩვენ ამას ვაკეთებ და მოგვაქვს ეს ტრადიციები მშვიდად და წნარად. რუსულ ტრადიციებს კი არ ვამბრავლებ, არამედ ქართულ ტრადიციებს უბრუნდებით ქალთან დამოკიდებულებას, ბავშვთან დამოკიდებულებას, ქართულად დამოკიდებულებას. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ადვილია. ევროპელები ზუსტად იმით არიან კარგები, რომ ისინი ოთის სწავლობენ კარგს. ნებისმიერი ადამიანისგან, ნებისმიერი ერისგან ცდილობენ რაღაცა კარგი ისწავლოთ. როგორ შეაფასებდით ქართულ ოცნებას ევროპული ინტეგრაციის კუთხით? ისეთ რა ძალიან ადვილი განსაზღვრავია. როცა ადამიანები მიდიან რაღაც მიმართულებით A პუნქტიდან B პუნქტამდე და როცა B პუნქტიდან მოდიან A პუნქტამდე. ესე იგი მიდიან რეგრესი არის ეს. პროგრესი არ არის. როცა მიდიხარ წინ, მაშინ მიდიხარ ევროპისკენ. როცა იქიდან უკან ბრუნდები, ესეც მოძრაობაა, მაგრამ ეს უკან მოძრაობაა. ეს არის უკან მოძრაობა ბნელეთში, ნარკომანიაში, კრიმინალში. ვისაც უნდა იცოდეს, როგორ გამოიყურებოდეს იქნება ქოცების იდეით საქართველოს, ძალიან ადვილი რაღაცა. ახლა მიდით საზღვართან და შეიხედეთ გალის რაიონში. ან ნახეთ სოხუმში რა ხდება. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი საქართველოში. განვითარებული, ჭკვიანი, ლამაზი და ნახეთ დღეს რას გავს ეს ქალაქი. რა პრაქტიკულ სარგებელს მოიტანს ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის? ექიმი ვარ და მედიცინაზე ვისაუბროთ. თუ დღეს რამე კეთდება მედიცინაში და თუ რამე არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს იმიტომ ხდება, რომ ქართველმა ექიმებმა დაიწყეს აქტიურად სიარული ევროპის კონგრესებზე. მათი ლიტერატურის შესწავლა. რა გზავნილი გაქვთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს? განსხვავებული აზრის ადამიანები ყოველთვის აი ეგ ვინც გევართ, ყველანი განსხვავებული აზრისა ვართ. ყველანი. უბრალოდ სხვადასხვანაირად გვინდა ასვლა ევერესტზე. ევერესტზე ასვლა არ არის ადვილი. თავისუფლების მიღწევა ძალიან ძნელია, მაგრამ ყველას თავის გზა აქვს. მიზანი ერთია, სიკეთეა მიზანი და გამარჯვება.